NDI ამისი კარგი მაგალითი არის, იმიტომ რომ NDI-ის ერთი მხრივ მას უკვე აქვს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, იცით რომ მათ ფორმირებული აქვს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია და ანუ აქვს პრეტენზია რომ იმიყვნენ დამკვირვებლები და შეგახსენებთ რომ საერთაშორისო სტანდარტით EUTODIR-ის ქცევის წესების მიხედვითაც დამკვირვებელი უნდა იყოს ნეიტრალური. ანუ აცხადებენ პრეტენზიას რომ არიან ნეიტრალური დამკვირვებლები წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების. ამავე დროს NDI არის ორგანიზაცია, რომელიც დაატარებს რადიკალურ ოპოზიციას სხვადასხვა აქტივობებზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ხან მათ წინასაარჩევნო ასე ვთქვათ სტრატეგიის დახმარების ღონისძიებებს აორგანიზებს და ახლა უკვე პირდაპირ წინასაარჩევნო შეხვედრებს ორგანიზებისთვის მადლობას უხდიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები NDI-ს. რაც რა თქმა უნდა აჩენს ეჭვებს ამ ორგანიზაციის ნეიტრალობასთან დაკავშირებით. ამიტომ მე გარკვეულწილად მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია, რომ ისინი არ ფიქრობდნენ და არ იცოდნენ, რომ ამ ქცევით ისინი არ ღვევენ ნეიტრალიტეტს. როგორც ჩანს, ამის და მიუხედავად არის გარკვეული უხეში ჩარევის ცდილობა წინასაარჩევნო გარემოში. კიდევ ერთხელ ჩვენ გვსმენია ბევრი პრეტენზია საარჩევნო არჩევნების ჩარევასთან დაკავშირებით. რუსეთის მხრიდან, რაც რისკები მაღალი არის ყოველთვის საქართველოში, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოში, ევროპაში, ამერიკაშიც გვსმენიათ არაერთხელ განცხადებები, როგორც ცდილობს ჩაერიოს რუსეთი თუ სხვა სახელმწიფო ევროპულ თუ ამერიკულ არჩევნებში. და ასეთი სტანდარტით რომ ხდება შემდეგ ამერიკული თუ ევროპული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოში ოპერირება. ეს რამდენად ჯდება დემოკრატიულ ღირებულებებში? ეს რამდენად არის ის, რასაც ჩვენ ვესწრაფით და აი კონსტიტუციის ჩანაწერში რაც გვაქვს 78 მუხლში, ეს არის ღირებულება, რომ უცხოური ორგანიზაცია ჩამოვიდეს, აქ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია დაგეგმაში დაეხმაროს, შემდეგ მის განხორციელებაში დაეხმაროს და თან ამავე დროს გამოვიდეს და პრეტენზიებით გითხრას, რომ ის არის ნეიტრალური დამკვირვებელი და დაწეს ანგარიშს ამასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 20 წელს ისვედმა რომ ყალბი პარალელურ დათვლის შედეგები საზოგადოებას ერთი თვის განმავლობაში, თვენახევრის განმავლობაში საზოგადოებას ასაზრდოებდა ყალბი ციფრებით, ის ციფრები გამოთვლილი იქნა NDI-ის მიერ ისვედისთვის მიცემული პროგრამით. შემდეგ რომ ამომდერო შეცდომა იყო პროგრამაში, ეს პროგრამა NDI-ის პროგრამა არის. ამიტომ დღემდე ჩვენ არ გვსმენია საბოლოო ჯამში რა გამოძიება ჩატარდა ამ პროგრამასთან დაკავშირებით. ეს შეცდომა ვის მოუვიდა, როგორ მოუვიდა, შეცდომა იყო თუ არ იყო, უფრო მეტიც. ჩვენ შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე ის რომ ეს ინფორმაცია იყო მცდარი, ერთი თვე ამის შესახებ იცოდა დონორმა ორგანიზაციამ ისვედის USAID-ი, რაც არ არის ჩვეულებრივი ფონდი. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სააგენტო. ეს არის მთავრობის წარმომადგენელი. მათმა ადგილობრივ წარმომადგენლებმა გაირკვა შემდეგ, რომ იცოდნენ, რომ ეს იყო მცდარი ციფრები, რომ ეს ხალხის მღელვარება, ეს ოპოზიციის აჟიტირება, ყველაფერი ტყუილს ეფუძნებოდა. ისვედი იმეორებდა ამ ტყუილს, იმეორებდა მთელი ნოემბრის განმავლობაში, დეკემბრის 12 რიცხვამდე, როდესაც პირველად შეიკრიბა პარლამენტი და მხოლოდ მაშინ აღიარეს შეცდომა, გაირკვა, რომ ეს პერიოდი USAID-ის ადგილობრივ წარმომადგენელს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში არის განთავსებული, ეს ყველაფერი იცოდა და ამას არ ეუბნებოდა არც საქართველოს ხელისუფლებას, არც ქართულ ხალხს, რომელზეც ისინი ამბობენ, რომ ზრუნავენ და მათი ინტერესებით მოქმედებენ. ამას უმალავდა ქართული ხალხი ნერვიულობდა, რომ თურმე გაყავდა თუ არ გაყავდა, თურმე ყველაფერი ტყუილი ყოფილა და USAID იყო ამაში ჩართული. ასე რომ და დღემდე მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივმართეთ, მათ შორის მეც პირადად სხვადასხვა დონეზე, USAID-ის ხელმძღვანელობის დონეზე, საელჩოების დონეზე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების დონეზე, ყველა დონეზე დავაყენე ეს საკითხი, რასთან მქონდა საქმე 2020 წლის არჩევნების დროს, როდესაც ყალბი პარალელურ დათვლის შედეგები ვრცელდებოდა და როდესაც გაირკვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სააგენტომ USAID-იმ იცოდა ამის შესახებ და მალავდა. დღემდე არ გვსმენია პასუხი ჩატარდა თუ არა გამოძიება ამასთან დაკავშირებით, რა გაირკვა ამის შესახებ, რა იცოდა USAID-იმ, რა იცოდა საელჩომ, ვინ რა იცოდა და რომ იცოდნენ, რატომ მალავდნენ ამას ყველაფერს და რატომ რაც იყო საბოლოო ჯამში საქართველოში მაშინ გახსოვთ ამ რევოლუციური ტალღის
ტალღის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ინსპირატორი, ეს იყო პარლამენტის 6 თვიანი ბოიკოტირების ინსპირატორი და ეს იყო პოლარიზაციის მთავარი საფუძველი მაშინ ისვედის მხრიდან ყალბი რიცხვების გავრცელებამ თვენახევრის განმავლობაში. ამიტომ, როდესაც საუბრობთ ჩვენ მათ შორის საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით უცხოეთიდან რაღაც ესე ვთქვათ გარკვეული პედესტალიდან შეფასებებს მოლოდინი არის სამართლიანი და ასე შემდეგ არჩევნების, ჯერ გვიპასუხონ კითხვაზე, რა იცოდა USAID 2020 წელს, რატომ მალავდა, რომ იყო მცდარი ეს მონაცემები პარალელურად დათვლის, რატომ წირავდა ქართულ საზოგადოებას არეულობისთვის.